მოგესალმებით, როგორც მე ვარ აიბალი, თქვენ ხართ ჩემს სახზე და ეს არის მონსტრებზე მონადირე შემდეგ ეპიზოდი. თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო და ლაიქით, გამოიწერეთ არხი და დევეშვით სიმონ. აუზურგი როგორ მტკივა გუშინდელის მერე. აქ რა არის ბიჭო. Maybe რა იყო ტანსაცმელი გამოიცვალე თუ რა იყო? რანაირი ხარ ვაფშე? დაპატარავდი რაღაცა ყავისფერი თმები გაქვს, რა ქენი? პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე. აი მე ლაშქრობაზე მივდივარ და დამაგვიანდებოდა არის ნერვიულ ბაბუძია რომ მოვა და მირეკი. სულ გამოვშტერდა ეს ბავშვი რომ პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე ჩემი კაცი. აი მოკლედ მოსაღამოებულია ეხლა და წავალ მე ეხლა კოცონს დავმატებ პიკნიკი რამე რუმე. მაგრამ ეს ციგნია, ამ ციგნის ავტორი მაინტერესებს, მაინც ვინ არის, რა ვერ ვისმენებ. კაია კოცონი, კაია გავთვები ეხლა ხორცი კი შევწვი, მაგრამ კიდე შევწობ არემ ბოლომდე. მეცა, ეხლა დაველოდები, აგერ დავჭდები და რო შეწობა შევჭამ. დავიწე. ბიჭო, რა ხმებია? ძმა რა ჯანდაბაა ეს? რა საიდან მოდის ეს ხმები? რა ჯანდაბაა? ეს რა ხმებია, ბიჭო? ჯანდაბა, ის რა იყო, ბრატ? მოიცა? რაღაცა დავინახე თუ თვალი მოვკარი და რა ჯანდაბა იყო ძმა? ის რა არის, ბიჭო? რა ხდება ეს? რა მხელა ან რას გავს ვაფშე ფუჯამის? არ დამინახოს, ბიჭო, არ დამინახოს. რას გავს ჩემი კაი? ის ნაწლავები აქად მოგდებული თუ რა არის? შიგნეულობა უჩანს ძმას. უნდა გავიქცევ ტყიდან ჩქარა. ეს რა იყო, ბიჭო, გული გამიშკდა ძმა, მეშინია. არა, ჩქარასახში უნდა მივიდე. კაი, ვითომ არაფერი არ მომხდარა. ასე უცებრად დაბრუნდი? ტყეში მარტო ვიყავი და მომბეზე და უბრალოდ წამოვედი. რა ვიცი, აზე არა ვარ რა. ახლა უნდა დავიძინო ცოტა, არ შემაწუხო. მაგრამ რაღაცა არ მასვენებს ერთი წამი. რა? აქ ხო არ იყო მეტი გვერდი, ბიჭო. რანაირად აიმატა? რა ჯანდაბაა, რა წავიკითხო? ვენდიგო. ტყეში დადის საშინელი არსება სახელად ვენდიგო, რომელიც ხშირად ნადირობს ადამიანზე. ისინი ძირითადად არიან ძველი ტომების მებრძოლები, რომლებმაც ტყეში კანიბალიზმი დაიწყეს და შემდეგ გაგიზდნენ. მუტაცია განიცადეს. მათ ეშინიათ ცეცხლის, მაგრამ არა კოცონის. რა? ინფორმაცია გავიგე, მაგრამ რანაირად დაიმატა იქ ეს ინფორმაცია? არ ვიცი, მე მგონი გადავიღალე, ძალიან წავედი დავიძინო. ესე იგი რამე ცეცხლის მაგვარ უნდა დავითრიო რა, კაროჩე, მოკლედ. მეიბელმა ხო არ იცის რამე? მეიბელ გამომხედე. გოგო, რამე ზაჟიკარკან ცეცხლის გამომცემის ხო არ იცის სახლში რო იყოს? მე გაიქარიდებილო დამატი, სახში იქნება რამე და მოძებნე იდიოტა. რა იყო ჩემი და ხარ პატარაზე თუ წამოგარტყ დიდი ამბავი ახლა. შენი უზრდელო შენ. კაი, არ მინდა ჩემით ვიპოვი რამეს, შენ ხო კაცი ვერ გამოგიყენებს ვერაფერში. დავიაროთ ჩესტებში, არაფერი არ არის აქ. კაი, ესე იგი აქ არაფერი არ არის, ხო? ჩავიდე პირველ სართულზე ვნახო აბა რამე თუ იქნება. აქ, იმიტომ რომ ბაბუძიას ტენს ძალიან ბევრი რამე აქვს დამალული. სად შეიძლება რა იყოს, ვიპოვე ბრატ. ფლინტენ სტილ გამომადგება ეს კაი, ეხლა აქეთ არაფერი არ კაცო. სარდაფში ჩავიდე ვნახო აბა რამე ხო არ იქნება. აბა აქ არაფერი არ არის. ლავა გამომადგება ძმაო, თავწოგი არ გადავასხავ თავზე. აბა აქეთ გვერდზე ოთახში ვნახავ რამეს თუ იქნება. არაფერი არა იმენა რა. აბა ამ ჩესტში ვნახავ. არა, აქა ეს რა არის? ეს რა შვება რაღაცა ჩასაბერივითაა და რავი. რას აკეთებს ეს? ჩაუბერო?
ხო არ ხატაო ბიჭო ეს იმარსების ხმა არ იყო ვენდიგოსი ეს გამომადგება შემიძლია დავუძახო ან რავი გამოვიძახო ან მოვუხმო კაროჩე ეხლა დაველოდო დაღამებას რომ ტყეში წავიდე სადაც იქ იყო და დავიჭერ და მოვკლავ ალბათ არ ვიცი რა ძალიან საშიშია რაღაცა დიდი იყო ბიჭო ძალიან და ბეწვიანი ოპა всё დაღამდა ეხლა წავედი ტყისკენ აქიდან წავალ თუ აქით იყო თორცდები და მოკლეზე გავალ დავეშით ძალიან რაღაცნაირი ქალაქია რა მისტიკურია რაღაცა მონსტრები არიან ათასი ლეგენდა დადის ათასი გიჟი გადარეული ცხოვრობს თან ტყეში არის იმენა ქალაქი თებსა და ტყებს ორი სადამანული აი აბა შევიდე როგორ ჩანს აქ არავინ არ არის მაგრამ ეს რა ნაბიჯებია ძმა ამ ხელნაბიჯები ადამიანის ვერ იქნება ახლა მაგაში არწმუნებული ვარ რომ წავიდე გავყვე ეს რა ადგილია ძმა აქეთ მომიყვანა ნაკვალევი აბა დაუძახო ხო ტყეში ძალიან ეკოდ ისმის ეს ხმა და ალბათ რა გამომეხმაურება წესით სანამ ჩაუბერე ხმა გავიგონე ძმა აი ამ გამოქვაბულიდან იყო ძმა ხმა აბა აქ არის შენი ვენდიკო შენ დედას გიტირებ დაიწო შენი დაიწო ვერ დავწე ვაიმე ოპა ვაიმე გამოვიდა ჩონდაბა ლავა აი კარე დაიწევი დაიწო შენი დაგარტყა ვა მე დავიწო შენი რა აუ ფუ ვაიმე ბიჭო ფეხები დამეწვა ძმა კაი თან დაიწובה თან ვურტყავ უეჭველი და წესით ვინც დაპყრობილი ყავს ამ ვენდიგოსის ტიპი უნდა გავანთავისუფლო ვაიმე ძმა მადლობა რომ გამოთავისუფლე რა შენი მადლიერი ვიქნები სამუდამოდ ეგ არაფერია ბრატ პროსტა ეხა მომისმინე რა რთული კი იყო შენი გადარჩენა კინაღამ დავიბრიდე მაგრამ აი ამასთან ახლოს არ მიხვიდე თორე შეიძლება ჩაგითრევს ისევ სულმა და მე ვეღარ გადაგარჩენ ხო გაიგე ძმა როგორც მეთქო ისე მოიქცევი აი ძმაობა კარგად მომწავიდე ეხლა ჩემი დავიღალე დამათენდა თავზე კაი წავედი სახში ფუშენი წვიმა დაიწყო კაი სახლთან მოვედი უკვე აღარ აქვს ნიშნულობა მაგას წვიმა დაიწყო თუ რა აგერ მოვედი სახლთან შევალ დავიძინებ ეს რა არის ბრატ ის რა ჯანდაბა რა არის ეს რაღაც წერილი ეს რა წერილია ძმა ნუ აიბალს დაანებე მონსტრების კვლას თავით ვარ ჩვენს თავზე პასუხს არ ვაგებთ ეს შენი პირველი და საბოლოო გაფრთხილებაა აუ ბიჭო ეს რა ჯანდაბაა ბრატ რა იყო ეს მაგრამ ეს რა არის რაღაცა თვალი არის X-ში ჩასმული აუ ეს მეიბელმა არ დაინახოს ბიჭო კაი უნდა გავაქრო ეს აქიდან დავაი მიდი კაია აქ ჩავოდო ეს რაღაცა კარპეტი თუ ნოხი თუ რა ჯანდაბითაც აქვს გაკეთებული აი კარი კაი ახლა სახში უნდა შევიდე თითქოს არაფერი არ მომხდარა და უნდა დავიძინო კაი всё ჩუ მოვედი ოთახში როგორ დავიღალე მეიბელი არა კაი ალბათ დაკალთანაა გასული ან რამე კაი წავედი დავიძინო მე თორე ძალიან დავიღალე მოკლედ მეგობრებო დღეს ეს იყო მომწონთ ვიდეო და ლაიქით გამოიწერეთ არხი თუ გინდათ მეტი მონსტრების მონდირეზე ეპიზოდი დამიწერეთ კომენტარებში თქვენთან იყო აიბალი და ნახვამდის